ოცნება ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა ყველაფერი გაყიდეს. ნუ აქ საუბარი არის ჩემი წარმოდგენით იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ატარებდა და მაშინ მართლა ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ აი მაშინაც მახსოვს ეს ყველაფერი გაყიდეს, მდინარეები გაყიდეს ლოგიკა. კი, კახა ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკა იფუძნებოდა მარტივ ლოგიკას, რომ ქვეყანაში საჭირო არის გაჩნდეს რაღაც თანხა, რაც შეიძლება სწრაფად და უნდა მოხდეს პრივატიზაცია. ზოგადად პრივატიზაციას ემხრობოდა, მაგრამ კიდევ უფრო აქტიური პრივატიზაცია დაიწყო მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს და ფაქტობრივად ყველაფერი გაიყიდა. ბოლოს ავტობუსადენს და გაზადენსაც ყიდნენ, თუმცა მაშინ ამერიკელებმა სხვათა შორის და დასავლურებმა ძალიან მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს, რომ ყველაფრის გაყიდვა არც ერთი ეკონომიკური წარმატების ნიშნით არ შეიძლება მოხდეს. კახა ბენდუქიძის მოადგილე მთელი მისი მინისტრობის დროს და შემდეგაც ეკონომიკის სამინისტროში იყო ნათია თურნავა. ნათია თურნავა ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ეკონომიკის სამინისტროში იკავის მაღალ თანამდებობას, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი იყო, ეხლა საერთოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნეს და მთავარი მსგავსება, რომელიც ამ ორ პოლიტიკურ რეჟიმს აქვს, არის ეკონომიკური პოლიტიკა. ძირეულად მათ არაფერი არ შეუცვლიათ, პირიქით, ანუ პრივატიზაცია გაგრძელდა, პრივატიზაცია არის ძალიან ფაქიზი საკითხი. და ასაწონი საკითხი, რა შეიძლება დაპრივატიზდეს და კერძო სექტორი მეტ და ნამდვილ მოგებას გააკეთებს იქ და რა შეიძლება დარჩეს სახელმწიფო განკარგულებაში და შემდეგ სახელმწიფომ განავითაროს და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს დაპრივატიზდეს